ურანი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის მომავლის პლანეტა და შფოთვის პლანეტა, ცვლილებების პლანეტა და როცა არის ნეგატიური ასპექტი, ეს არის შფოთვა, სადღაც იყო, ან აჩქარებდნენ ადამიანს, ან რაღაცას რო გაცთენილი დროის თუ დაკარგულობის შეგრძნება, რო რაღაცა მოვიდა და მე ვერ მოვასწარი ამის აღება და ხას უნდა ვიჩქარო რომ რაღაცა არ მოდი ჟარგონულად ვთქვა არ გაიმასოს. ის არის ხოლმე ურანი. და საერთოდ ასტროფსიქოლოგიაში ვამბობთ რომ ურანული ტრავმა ეს არის სადღაც მომხდარი რომელიც დეფოლტად მოყვება სულ ადამიანს. და იქ სადაც უკვე აღარ არის საჭირო. იქაც შემოაქვს შფოთვა, ის სიჩქარე, აჩქარება და ყოველთვის როცა თუნდაც თერაპიულად ლაპარაკობთ მომავალთან გავდივართ, იმიტომ რომ ურანი მაინც მომავლის პლანეტა არის და მომავლის შიში. აქ გავდივართ, რომ მომავალში რამე ისეთი არ მოხდეს და ამის გამო რომ ეს უშფოთავ მომავალს ვერ ვაწყობ. იმიტომ რომ თუ მე მეშინია რაღაც მოულოდნელი არ მოხდეს, ეგ მე გეგმა არ მაქვს. იმიტომ რომ გეგმა რომ მქონდეს, მაშინ ეს ნიშნავს რომ უკვე ცხოვრებაში შემოსული ვარ და არ მაქვს შფოთვა, ხო? და ის მომავალიც არ მოდის. იმიტომ რომ მე სულ გავბივარ სადღაც და ვეღარ გეგმავა მომავალს და ნუ ეს ძალიან ისეთი დილემა არის ხოლმე თერაპიული, ფსიქოლოგიური კუთხით, ასტროლოგიური კუთხითაც რო შევხედოთ და აი ამ ტენდენციას ახლა ასტროლოგიურად ამას ურანულ კვადრატებს ვეძახით, ან ურანულ ნეგატიურ ასპექტებს. ფსიქოლოგიაში აი ამას რა სახელი ქვია? როგორ მუშაობთ ამ ტრავმაზე? და ეს შენი გადასახადია, შენი სამყარო და რო აგვიხსნა. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ძალიან საინტერესო დინამიკა აქვს ურანს მე მესმის ასტროლოგიაში, ხო, ესეთი ძირითადად მომავალთან დაკავშირებულია და რაღაცა ექსცენტრიული ენერგიაა ხშირად ძალიან რთული ენერგია იმ გაგებით რომ არ აქვს კავშირი აწყოსთან და ურანული თქვა ტრავმა და ურანული დინამიკა პიროვნებაში ხშირად ვლინდება იმაში რომ მუდმივად მომავალში ადამიანი მისი ცნობიერება მისი ესე ვთქვათ სამყოფელი არის მომავალი და აწყოში რასაც ჩვენ გეშტალში ვეძახით ფუძის და აწყოში გრაუნდის ანუ ნიადაგის პოვნა ძალიან უჭერთ ამ ადამიანებს და ფსიქოლოგია მივიდა მაგ დაკვირვებამდე რომ აქ სინამდვილეში საქმე გვაქვს ადრეულ ასაკში ეს არის მათ შორის მუცლადყოფნის პერიოდიც და სადღაც წლინახევარი 3 წლამდე ეპიზოდები სადაც მიატოვეს ეს ადამიანი სადაც შეიძლება რეალურად არც ქონდა მიტოვების ფაქტს ადგილი უბრალოდ მის განცდაში ფენომენოლოგიურად მან ეს განიცადა როგორც მიტოვება თქვა დედა არ მოვიდა დროზე ტიროდა და თქვა არ მიაქციეს ყურადღება რაღაცა მომენტი სადღაც ადამიანი აღმოჩნდა ემოციასთან მარტო და ძალიან გაუჭირდა ამასთან გამკლავება იმიტომ რომ იმ ასაკში რთული კომპლექსური ესეთი ინტენსიური ემოციის გადამუშავება იყო ძალიან რთული და შესაბამისად მოხდა და ხდება ხოლმე ესე ვთქვათ რაღაც მიჯაჭვულობის ისეთი მიჯაჭვულობის პატერნების ჩამოყალიბება სადაც ისინი გაურბიან ახლო ემოციურ კონტაქტს საკუთარ თავთან, საკუთარ ემოციებთან და სხვა ადამიანებთანაც და მიჯაჭვულობა ესე ვთქვათ შფოთვარე ზოგჯერ არის ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ამრიდებლური მიჯაჭვულობა სადაც არიდებენ კონტაქტს ადამიანებთან თავს რომ არ გამეორდეს ეს მიტოვების ტრავმა, იმიტომ რომ არაცნობიერმა დაიმახსოვრა, ესე ვთქვათ, სცენარად, რომ სიახლოვე ან ემოციური დამოკიდებულება შენზე ან უკვე მიტოვებასთან არის, აი, ეგარი ურანული. აყენებს პირისპირ და იმდენად რთულია და ეგზისტენციალურად, ესე ვთქვათ, შემზარავია ამის რისკი, რომ ის არიდებს ყველანაირ კონტაქტს თავს და ყალიბდება რაღაც ცოტაში ზოიდურ არიდებულ ფსიქოტიპად და აი ეს არის კლასიკაში რაც ხდება ხოლმე, მაგრამ გეშტალტ თერაპია როგორ მუშაობს ამასთან ეს ყველაზე საინტერესოა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანმა იპოვოს აწყოში ნიადაგი და ფესვს ვეძახით რომ აწყოში გაიდგა ფესვი, იმიტომ რომ მომავალი თავისთავად არ არსებობს, მომავალში ცხოვრება ეს არის გარანტია და რეცეპტი რომ შფოთვაში ვიქნებით, ისევ როგორც წარსულში ყოფნა არის გარანტია იმის, რომ მუდმივად დეპრესიულ და სენტიმენტალურ ველში ვიტრიალებ. რეალურად მომავალი იქნება აქ და ახლა და გეშტალტ თერაპიაში და ზოგადად თერაპიაში აი ურანული ტრავმასთან მუშაობა არის ის, რომ ჩამოყალიბდეს თერაპიულ პროცესში ჯანსაღი მიჯაჭვულობა და ის მოდელი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს ჰქონდა ადრეულ ბავშვობაში, რომელიც არაცნობიერია და რა თქმა უნდა ის
ცნობიერებაში არ რეგისტრირდება. ზოგჯერ არის რომ ახსოვს ადამიანს რომ თქვა დედა მიატოვა სადღაც ან სკოლაში დატოვეს და არ მოაკითხეს, ბაღში არ მოაკითხეს. ან ახსოვს კონკრეტული ეპიზოდები, სადაც ეს მარტო დარჩა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს განცდების ერთ დარც არის, იმიტომ რომ მაგალითად ადრეული პირველ 8 თვეში არის მქონია ესეთ შემთხვევა, სადაც მშობელს ჰქონდა, დედას ჰქონდა ღრმა დეპრესია და ემოციურად არ იყო შვილისთვის ხელმისაწვდომი და აი ეს სიცარიელე ემოციური ამასთან გამკლავება ხდება სწორედ ესე რომ მოდი თუ მე ვარ იმ რისკის ქვეშ რომ ემოციური მიჯაჭვულობა შეიძლება მიტოვებაში გადაიზარდოს მე ემოციებთან არ დარჩები მარტო და მე ავარინებ თავს კონტაქტს ადამიანებთან და გეშტალტ თერაპია აქ მუშაობს პირველ რიგში შეგრძნებებში სხეულში დაბრუნებით რომ აი ვეუბნებით ახლა ადამიანს რომ მოდი აბა ამ რეალობაში მე მესმის რომ შენ მომავალში ამას ხედავ ეს ხედვები გაქვს რაღაცა ძირითადად არის ასევე ესეთი ენერგია უფრო სტიქიური მე ამბოხის არ ვიცი ხა ეს მე ამბოხი არის ამბოხის ენერგია რომ შევცვალოთ ბოდიში დონალდ ტრამპს აქვს urani მზის შეერთება და სწრაფად უნდა შევცვალოთ სწრაფი გარანტიები გვჭირდება ეს ტიპიური შფოთვა ოღონდ მზესთან ცოტა ეს ეგოცენტრულადაც მუშაობს, იმიტომ რომ ეგო არის აქ მზე და მე მინდა სწრაფი ცვლილებები. აი მისი მთელი ფსიქოტიპი ეს მზე urani შეერთება. ჩქარა აჩქარებს მსოფლიოს და გადაგვირია მთელი მსოფლიო, ხო? მაგ რიტმში. აი ეგ არის რომ სწრაფად უნდა შეიცვალოს, სწრაფად გვინდა რაღაცები. და ფსიქოლოგიური პროცესები რაც მანდ მუშაობს არის ამას ფსიქოლოგია ეძახის დაცვით მექანიზმი როგორც არის აფექტის იზოლაცია, ემოციის იზოლაცია, ანუ ის გიყვება ამბავს, მაგრამ ემოციური განცდა არა აქვს იმ ამბავსთან დაკავშირებით, რასაც ყვება. მაგალითად, შეიძლება გიზიარების ძალიან მნიშვნელოვანი ის რთულ ეპიზოდს ცხოვრებიდან და არ იგრძნობა, რომ ემოციურად ის მისი ნაწილია. ხო, ანუ აფექტის იზოლაცია და ასე ვთქვათ ინტელექტუალიზაცია ამბად მოყოლა, ხო, აი მძიმე ტრამვის, რომელიც გადამხდა, როდესაც ამას ყვები როგორც ამბავს ვიღაცის შესახებ და სწორედ ეს ჭირდება იმისთვის, რომ შორს იყოს ამ ემოციისგან, იმისთვის, რომ ამ ემოციამ, აფექტმა, როგორც ამას ფსიქოლოგიაში ვეძახით, აფექტმა არ მოახდინოს ხო, რეტრაუმატიზაცია და ამასთან დარჩენა რთულია, მაგრამ გეშტალტ თერაპია, ისევე როგორც პრინციპში ყველა თერაპია, ესე ვთქვათ, საფუძველში და ფუძეში მუშაობს იმაზე, რომ დაეხმაროს ადამიანს დარჩეს იმასთან, რაც ყველაზე დისკომფორტული. ამიტომ ხშირად უჭირთ ამ ადამიანებს თვალით კონტაქტი, იცი? ძალიან უჭირთ თვალით კონტაქტი და ძალიან უჭირთ ემოციურ კონტაქტში ყოფნა, ანუ მუდმივად არის ეს რაღაცნაირი განცდა ველში, რომ არის ბარიერი, იმიტომ რომ ერიდება, ეს ხდება არაცნობიერად, რა თქმა უნდა, არიდებს თავს თერაპევტზე მიჯაჭვულობისგან იცავს თავს, იმიტომ რომ აი ეს განცდა, რომ ეს თერაპევტიც ისეთივე იქნება, როგორიც მე გამოცდილებაში მაგ წარსულში, ხო? აი ეს უშლის ხელს და ამ დაცვით მექანიზმზე, ესე ვთქვათ, ამ პატერნზე, აი ამ ქცევაში, ამ პატერნზე მუშაობა ხდება იმითი, რომ ხო, ფოკუსში მოგვაქვს ეს და ვაცნობიერებ და მეკითხებით, რომ შენ ხვდები, რომ შენ ამას აკეთებ. აი მე ვამჩნევ, რომ შენ თვალით კონტაქტს გაურბი ხარ. ეს რას გეუბნება შენ? იყენებ თუ არა, აკეთებ თუ არა იგივეს შენს ცხოვრებაში, ანუ თერაპიის მიღმა ხო და ხდება დარჩენა და პირისპირ ესე ვთქვათ, შეხვედრა იმ პატერნთან. მოდი დავარქვათ, არ მოვერიდოთ ფსიქოპათოლოგიურ პატერნთან, იმიტომ რომ ეს პატერნი არის ის, რაც მას დისკომფორტს უქმნის, იმიტომ რომ ადამიანი ევოლუციურად ვიცით, რომ თავარი ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნილება არის მიჯაჭვულობის მიჯაჭვულობა თავისთავად. და გადარბენაზე ცხოვრება. აქ არის რომ აი ამას ვარიდებ. არაფერთან არ უნდა დარჩი. მუდმივად დაუკმაყოფილებლობა არის. მუდმივად არის განცდა იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, არ ვიცი, ასტროფიზიკოსია ზოგიერთი მეცნიერებაში ძალიან მაგრები არიან, იმიტომ რომ ინტელექტუალიზაცია, ესეთი დისტანცირება ემოციებისგან, სადაც ესე ვთქვათ, იმ პროფესიებში, სადაც ეს დამხმარეა, ხო, მეცნიერებაში, ხო, აი რაღაცა ისეთი ფიზიკა, თეორიული ფიზიკა, ხო, სადაც რაღაცა სამყაროს მოდელებშია, ხო, იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ აი ერთ-ერთზე დიალოგში, მე შენ დიალოგში არ არის ეს უსაფრთხოება და აი ამ მოდელის, ესე ვთქვათ, გადაწერა თერაპიაში ხდება.
ხო, რაღაც ზონეზე რომ დააბალანსონ, იმ დონეზე ვაკონტროლოთ ასპექტი, რომ აღარ იყოს ეს უკვე არც ხვებისთვის შფოთიანი და შფოთის მომტანი და არც უკვე ჩვენთვის. რაღაც რეზულტატებზე გავიდეთ. კი. და რაღაც ზონეზე მაინც ეს არის რომ უნდა დამუშავდეს იმითი რომ ჩვენ ვეხმარებით ადამიანს და როგორც დავალება შეიძლება მივცეთ რომ ყოველდღიურად რაღაც ემოციასთან მოდი დარჩი და არ ეცადო რომ ამასთან არ დარჩე მარტო და არიდო თავი ხო ტელეფონის სკროლვით ზედმეტად ინფორმაციის მიღებით ხო ურანს ახასიათებს ეს შფოთვა ნერვიულობენ ყველაფერზე ნერვიულობენ სამყაროსგან გასვლა ისთვის ჭირდება 1000 გვარი თავშესაქცევი მათ შორის არის ხშირად ინფორმაციის მიღება ხო ტექნოლოგიები არ ვიცი სკროლვა ტელეფონის და ნუ აი ნელ-ნელა ხდება დაახლოება ემოციასთან და მოდი აბა თუ შეძლებ რომ დღეს 5 წუთით უფრო მეტი გაჩერდი ამ ემოციასთან იმიტომ რომ ხშირად იმ თერაპიულ ველში ურანულ ტრამვაში და ურანულ ველში გრძნობ ამბებს მაგრამ არ არის ემოცია და ასეთ დროს აი ველში თერაპევტი სვავს კითხავს რომ აი ხა შენ ამ ყველაფერს მიზიარებ არა მე ვერ გრძნობ რომ შენ ამასთან ემოციურ აი ის ეპიზოდი როცა მოყევი რომ აი ეს მოხდა შენ აქ რას გრძნობ ხო იმიტომ რომ სინამდვილეში არის მიტოვების ემოცია მიტოვების შიში არის მარტოობის შიში დანაკარგის განცდა და ამას ადამიანი ურანული დინამიკით არ უსწორებს თვალს და არის რაღაც მეტაფიზიკურ ხშირად სამყაროში მოდელებში ინფორმაციაში მაგრამ არ არის ემოციასთან და რასაკვირველია ეს მიჯაჭვულობის ეს პატერნი დედასთან ადრეულ ბავშვობაში დედასთან მიჯაჭვულობის პატერნს ასახავს ხშირად და ამბობენ რომ დედა არ იყო ემოციურად ხელმისაწვდომი ან მის აღქმაში ან მამაც არის ხოლმე როცა მზესთან არის მამასთან როცა მზესთან ალბათ მამასთანაც შემოდის ან მამა დაკარგა მოდი ვთქვათ მნიშვნელოვანი ფიგურები ხო ესეთ მშობლის ფუნქციის მქონე ფიგურებთან არის კონტაქტის წყვეტა არის მომენტები როდესაც მას განცდაში შეიძლება კიდევ ერთხელ რეალურად ფაქტობრივად არც მომხდარა ეს უბრალოდ მან ეს ასე აღიქვა და განცდა აი არაცნობიერისთვის ის განცდა აბსოლუტურად რეალურია მისთვის ეს მიტოვება რეალურია ან ვერ ვეყრდნობოდი ეგეც არის რომ აი ვერ ვეყრდნობოდი ამ ადამიანებს ამ გარემოს ეგ არის ურანული ენერგია ჩვენთან